ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს ბაქოდან. 19-21 სექტემბერს ბაქოში გაიმართა უსაფრთხოების მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც 95 ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ანდრანიკ სიმონიანი. ვიზიტის ფარგლებში მამუკა მდინარაძემ 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან გამართა დახურული შეხვედრები, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის ანდრანიკ სიმონიანის ვიზიტმა, რაც სომხური ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელის აზერბაიჯანში პირველ ვიზიტს წარმოადგენს. სომხური მედიის ცნობით, ანდრანიკ სიმონიანმა აზერბაიჯანულ მხარეს 10 სომეხი სამხედრო ტყვის სია გადასცა. საპასუხოდ ბაქომ 2020 წლის ომში მონაწილე 2 სირიელი დაქირავებული მებრძოლის გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.